2017 წლის 11 დეკემბერს ათენიდან გამოგვიგზავნეს შემდეგი წერილი. თქვენო მაღალ ღირსებავ, იღუმენია პორფირია, დამლოცეთ. ამ წერილით გვსურს თქვენს მაღალ ღირსებასა და თქვენი წმინდა სავანის კრებულს ვაცნობოთ იმ განსაკუთრებული მფარველობისა და შეწევნის შესახებ, რომელიც ჩვენმა ოჯახმა თქვენი წმინდა სავანის მფარველის, წმინდა გიორგი კარსლიდისის მიერ მიიღო. სულახლახან სახიერმა ღმერთმა გვაჩუქა გოგონა, ჩვენი ოჯახის მეოთხე შვილი. რთული მშობიარობისა და საკეისროს მიუხედავად ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა. იმ დროს ჩვენი სულიერი მოძღვრის რჩევით წმინდა გიორგი კარსლიდისს მოვუხმეთ და მისი მეოხებით ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდა, როგორც ახალშობილი გოგონასთვის, ისე ჩემთვის, მისი დედისთვის, რამე თუ საკეისროს დროს ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. ამ სასწაულებრივი სიკეთის შემდეგ თავი ვალდებულად მივიჩნიეთ ღირსი მამის პატივსაცემად ახალშობილისათვის გეორგია დაგვერქმია, რათა წმინდანის სახელი უფრო მეტი მორწმუნისთვის გახდეს ცნობილი და ღმერთი ადიდონ. ამ მიზნით ნათლობაზე მოწვეულებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, მოსაწვევ ბარათებთან ერთად დაურიგდებათ ღირსი მამის მოკლე ბიოგრაფია და პატარა ლამინირებული ხატი. ყველანი მოხარულნი ვართ, რამე თუ ბავშვის ნათლიებს თქვენთვის კარგად ცნობილ ბატონ ალექსანდრესა და ქალბატონ იოანა მეტაქსა სკარლატისებს ძალიან უყვართ და განსაკუთრებული კრძალულებით სცემენ პატივს ღირს მამას. როგორც იცით, მათ თქვენს მონასტერთან სულიერი მეგობრობა აკავშირებთ და თავიანთ პირველ შვილს ამიტომაც დაარქვეს გიორგი. ძალიან გვინდა ჩვენს პატარა გიორგიასთან ერთად თქვენი მონასტერი მოვილოცოთ, რათა ჩვენს კეთილმყოფელ წმინდანს მადლობა შევწიროთ. ვიმედოვნებთ ღვთის შეწევნით მოვახერხებთ ამას და შევძლებთ ახლოდან გაგიცნოთ. კვლავ მადლობას გიხდით და ძალიან გთხოვთ, ილოცოთ ჩვენი ოჯახისთვის. ღრმა პატივისცემით, მადლიერებითა და ქრისტეს მიერ სიყვარულით, გეორგია ვლახოსი. 2018 წლის თებერვალში სიმელა მანძარიდისი კავალას რაიონის სოფელ ქრისოპოლიდან რესპირატორული ინფექციის მძიმე ფორმით დაავადდა. მისი ქალიშვილი მოგვითხრობს მოვლენათა განვითარებას. როცა დედაჩემი დაავადდა, წავედით პირდაპირ კავალას საავადმყოფოში, სადაც იგი რეანიმაციურ განყოფილებაში მოათავსეს. როგორც ექიმებმა გვაცნობეს, მისი მდგომარეობა მეტად კრიზისული იყო. გულის დაავადება და დიაბეტი, რომლებიც მას წლების განმავლობაში ტანჯავდა, მდგომარეობას უფრო ართულებდა. ერთი კვირის შემდეგ ექიმებმა გვითხრეს, უკეთესობა არ არის, რაც ჩვენს ხელთ იყო ყველაფერი გავაკეთეთ. ახლა მხოლოდ უფალი თუ დაგეხმარებათო. აგონიასა და უიმედობაში მყოფს გამახსენდა ღირსი გიორგი კარსლიდისი. მაშინვე წამოვედი საავადმყოფოდან და სასწრაფოდ მის მონასტერში მივედი. ხურვალე და ღრმა რწმენით ვთხოვე, რომ დედაჩემს დახმარებოდა. ერთმა მონაზონმა წმინდანის ზეთი მომცა, ასევე საფლავის მიწა, რომ წყალში გამეხსნა და სნეულს ყოველდილით დაელია. უკან გამხნევებული დავბრუნდი. დედამ დიდი გაჭირვებით შეძლო ცოტა წყლის დალევა. ეს იყო და ეს. ყველაფერი უკეთესობისკენ წარიმართა. გამოჯანმრთელების პროცესი იმდენად სწრაფად მიმდინარეობდა, ექიმებსაც კი უკვირდათ. მე ჩემი აღთქმა არ დამვიწყებია და დღეს მოვედი, რათა ღირს მამას მხურვალე მადლობა შევწირო დედის სრული განკურნებისთვის. მე გახლავარ მამა დამასკინე, ასპროპირგოდან. 8 მარტს საავადმყოფოში დამაწვინეს საოპერაციოდ, რადგან თირკმელში კენჭი მქონდა. ოპერაციის წინა დღეს დედა სახლში გავუშვი დასასვენებლად და მარტო დავრჩი. წამოწორულის კვნირზე ვლოცულობდი ღირსი გიორგის მიმართ და ვევედრებოდი, რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო, რადგან ვღელავდი. იმ დროს როცა ვევედრებოდი და ვამბობდი, მინდა რომ ჩემს გვერდით იყო, რადგან შიშის განცდა მაქვს, ვიგრძენი რომ ვიღაცა ბეჭებზე შემეხო. იმ წუთას მეგონა რომ გვერდითასაწოლიდან ასაკოვანი კაცი წამოდგა, მაგრამ როცა მივბრუნდი დავინახე რომ ეძინა. მაშინ მივხვდი რომ წმინდანი ჩემს გვერდით იყო. მე გახლავარ ელენე ლონგოსი კავალადან. 2018 წელს მოვედით მონასტერში, მოვილოცეთ და მონასტრის მღვდელთან, მამას აბასთან ერთად, რომელთანაც ახლო მეგობრობა გვაკავშირებს, ეზოში დავსხედით. საუბრისას გავანდეთ, რომ მესამე შვილის გაჩენა გვსურდა. ერთმა მონაზონმა ბერის სენაკში შეგვიყვანა და ჩვენ მხურვალედ შევთხოვეთ წმინდანს, რომ ჩვენი ეს სურვილი აღესრულებინა. მამასაბამ გვითხრა, წმინდანი მოგანიჭებთ ბავშვის გაჩენის სიხარულს, იმ პირობით, რომ მას მე მოვნათლავ,
შევთანხმდით. 3 კვირის შემდეგ დავარსულდი და ახლა ღირსი მამის მეოხებით მე-5 თვეში ვარ. მე გახლა ვარ გეორგია გერტა, ელეფთეროპოლის აკროვონიდან. გარკვეული მიზეზის გამო ჩემი მოძღვარი კარგა ხნის განმავლობაში ზიარების უფლებას არ მაძლევდა. დავიცავი წმინდა მოციქულთა თავთა მარხვა, მაგრამ ზიარების კურთხევა არ მომეცა და ვწუხდი. 2018 წლის დასაწყისი იყო, როცა სიზმარში 2 ბერი ვიხილე. ერთი მაღალი, შავგვრემანი და გამხდარი იყო. მას ისევე საუბრებოდი, თითქოს ჩემი მოძღვარი იყო და ჩემი დარდი გავანდე. გთხოვ, ნება მომეცი რომ ვეზიარო, რადგან უკვე დიდი დრო გავიდა და მოუთმელად ველი ამას. დიახ, საკმარისია, უკვე კარგა ხანია, ზიარება არ მიგიღია, მიპასუხა მან. გავიღვიძე და ვერ ხვდებოდი თუ ვინ იყო ის იდუმალი ბერი. იმავე დღეს დამირეკა მოძღვარმა და ზუსტად იგივე სიტყვები მითხრა. ინტერნეტში იმ უცნობი ბერის ძიება დავიწყე და ღირსი გიორგი კარსლიდისის სურათში მისი სახე ამოვიცანი. მხურვალედ ვმადლობ მას, მას შემდეგ ხშირად ვეზიარები. მამა ქირალაოს პაპა გეორგიოსმა, ვოლოსის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, მოგვითხრა ღირს გიორგი კარსლიდისთან დაკავშირებული ერთი საკვირველი შემთხვევა, რომელიც მას უამბო მამა კონსტანტინე პლაკიასიმ, დაბა კოროპიდან. 2018 წლის 28 სექტემბერს მამა კონსტანტინე თავის მრევლთან ერთად მოსალოცად მიდიოდა ჯერ წმინდა პარასკევას, შემდეგ კი ღვთისმშობლის ხატის, იკოსიფინისას მონასტერში. პირველი მონასტრიდან 8 კილომეტრის დაშორებით ერთ უკაცრიელ ადგილას მანქანის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა და ხშირი კვამლი ამოვარდა. ძღოლმა მგზავრებს უთხრა, რომ ჩასულიყვნენ. თვითონ კი ცეცხლსაქრობით მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობდა. ამ ვნებათა ღელვის დროს დაინახეს, რომ მათკენ ტრაქტორით ერთი, მაღალი, გამხდარი, სადაც შემოსილი სოფლელი მიდიოდა. ტრაქტორი ავტობუსთან ახლოს გააჩერა და მგზავრებს დახმარება შესთავაზა. შემდეგ ტრაქტორიდან აიღო ხელსაწყოები, ძველი ნაჭერი, ავტობუსის ქვეშ დაწვა და ძრავის შეკეთებას შეუდგა. მის დასახმარებლად მისულ ავტობუსის მძღოლს კი მითითებებს აძლევდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა. შეკეთებას სულ 9 საათი დასჭირდა. შემდეგ მძღოლს უთხრა მანქანა დაეძრა. ძრავა უალვე ამუშავდა. ყველანი კვლავ ავტობუსში ჩასხდნენ, რომ გზა განეგრძოთ. მადლიერმა მამა კონსტანტინემ სოფლეს სახელი ჰკითხა, რათა მონასტრების მოლოცვისას მისთვისაც ელოცათ. მან უპასუხა: არა, მამაო, მე მინდა, რომ ყოველთვის მომიხსენიო შენს სამრევლოში, გიორგი მქვია. ეს თქვა და ტრაქტორთან ერთად გაუჩინარდა. ყველანი სახტად დარჩნენ. კი, მაგრამ ვინ იყო ეს კაცი? იქნებ რომელიმე წმინდანი იყო, ამბობდნენ ისინი. მათ გზა განაგრძეს და როცა ვოლოში დაბრუნდნენ, მძღოლი პროფილაქტიკაში მივიდა, რომ ძრავა შეემოწმებინა. ხელოსნებმა ძრავა შეამოწმეს და უთხრეს: რას ამბობ? ძრავა სულ ახალთახალია. მომდევნო დღეს მამა კონსტანტინე მოხდარის შესახებ თავის მგალობელს უამბო და ჰკითხა: ვინმე წმინდა გიორგის შესახებ გსმენია? მან ტელეფონი ამოიღო და ღირსი გიორგი კარსლიდისის სურათი უჩვენა. ეს ზუსტად ის სოფლელია, თქვა მღვდელმა. იქვე იყო ტაძრის 2 მეურვე, რომლებიც მოლოცვაში მონაწილეობდნენ. ღირსი მამის პიროვნებაში მათაც სოფლელი ამოიცნეს. ეს ფაქტი აცნობეს მოლოცვაში მონაწილე მრევლის ყველა წევრს და ყველა მერთხმა აღიარა, რომ ნამდვილად ეს იყო, ვინც მათ დახმარება გაუწია. გადაწყვიტეს 4 ნოემბერს ღირსი მამის ხსენება ედღესასწაულად და თესალონიკის ერთ-ერთ სტამბაში 500 ხატი შეუკვეთეს. თან სთხოვეს დღესასწაულამდე მზად იყოსო. 2 ნოემბერს პარასკევს ბეჭდვის დროს სტამბაში მივიდა უცნობი მაღალი კაცი წითური წვერითა და თმებით და ბეჭდავს მშვიდად უთხრა: ნიკო, ამ კვირაში საკმარისი შემოსავალი გქონდა. ამ ხატებისთვის ფული არ აიღო. ბეჭდავი გაოგნებული დატოვა და წავიდა. როცა ხატები დაამზადა და ეკლესიაში გაგზავნა, საფასური ჰკითხეს. მან უპასუხა, რომ ფული არ უნდოდა და მომხდარი ფაქტის შესახებ მოახსენა. ყველანი მიხვდნენ, რომ ეს კვლავ ღირსი მამა იყო. 2018 წლის 20 ივნისს არქიმანდრიტ ქრიზოსტომოს პაპადაკისისგან მივიღეთ შემდეგი წერილი. 1983 წელს წმინდა პორფირის პირველად ვესტუმრე მელესში, სადაც იგი აგურებით აშენებულ სენაკში ცხოვრობდა. სულ 2 წლის მღვდელი ვიყავი.
1977 წელს ხელი დამასხეს დიაკვნად, ხოლო 1991 წელს მღვდლად. იმ შეხვედრისას, რომელმაც ჩემს ცხოვრებას ბეჭედი დაასვა, სხვა მრავალ რჩევასთან ერთად ღირსმა მამამ ხაზგასთმით მომიწოდა, რომ ქადაგება განმევითარებინა. სტუმრობის უკანასკნელ წუთამდე, ვიდრე სენაკიდან გამაცილებდა, შემაგონებდა, დათესე ღვთის სიტყვა. საკითხს სერიოზულად მიუდექი და დიდი სიფრთხილით, მისი ლოცვებით გამტკიცებული, უმალვე 1983 წლის ოქტომბრიდან დავიწყე სამწუხრო ქადაგებები ჩემს მაშინდელ სამრევლოში, კრეტის წმინდა ფოტინეს საკათედრო ტაძარში. ქადაგებათა პირველი ციკლი ეხებოდა ღვთისმშობლის პიროვნებას. იმ დღეებში გავიარე კრეტის მიტროპოლიის წიგნების მაღაზიაში, სადაც შევნიშნე იმ წელს გამოცემული წიგნი, რომლის ავტორიც კ. ჰაჯოპულოსი გახლდათ. სათაური კი ასეთი ჰქონდა: ღირსი გიორგი კარსიდისის სასწაულები და წინასწარმეტყველებანი. დრამა 1983. შევიძინე და მაშინვე შეუდექი კითხვას. ბავშვობიდანვე მიტაცებდა წმინდანთა ცხოვრება. აღნიშნული წიგნი შედგებოდა ადამიანთა მოგონებების კრებულისაგან და ეხებოდა იმ დროს მრავალთათვის უცნობ ღირს მამას. ყველა ეს მონათხრობი ღაღადებდა ბერის სიწმინდეზე, ხოლო მათგან გამომავალი სულიერი გზავნილები საკმაოდ მრავალი იყო. მე ვირწმუნე, რომ იგი წმინდანი გახლდათ. შევიყვარე იგი და მსურდა ყოველივე ეს ჩემი მსმენელებისთვისაც გადამეცა. მრევლთან აღნიშნულ თხრობათა გარჩევისას რაღაც შთაგონება მეწვია, როგორც ჩანს ღირსი მამის შეწევნით და დაახლოებით 8-10 ქადაგება გამომივიდა. როცა დაამთავრე, წმინდანის სიზმარში ვიხილე, ისეთი, როგორიც სურათებშია. სიარულიც უჭირდა და ხელჯოხი ეჭირა. შორიდან ჩემს შესახვედრად მომავალი სასიამოვნოდ მიღიმოდა. მე ის ვიცანი და ერთმანეთს რომ შევხვდით, ღრმა პატივისცემით ვემთხვიე ხელზე. მისი თხოვნით იქვე დავსხედით. გვერდით მომისვა და მარჯვენა ხელით გულში ძალიან თბილად ჩამიკრა. შემდეგ თავზე მაკოცა და ყურში მითხრა: შენ დიდად მადლობელი ვარ. მაშინვე გამომეღვიძა, ძალიან გულაჩუყებული და გახარებული ვიყავი. მივხვდი, რომ მომხდარის გამო მოხარული იყო. აბა, მაშინ როგორ წარმოვიდგენდი მის შემდგომ განდიდებას, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ წმინდანთან დასში ოფიციალურ აღიარებასა და მის სასწაულთა ცნობადობას. მისი საფლავის მოლოცვის წადილი ცოტა მოგვიანებით, დაახლოებით 1994-95 წლებში ავისრულე, როცა გორტინისა და არკადიას მიტროპოლიის პროტოსინკელი ვიყავი. მაშინ წილად გვხვდა ბედნიერება და იმდროინდელმა იღუმენია აკვილინა მონასტერი დაგვათვალიერებინა. წმინდანად შერაცხვის შემდეგ ძალიან მინდოდა მისი წმინდა ნაწილების მოლოცვა და ამ სიხარულის ღირსიც გავხდი. 2018 წლის 8 ივნისს თაყვანი ვეცი მას, როგორც ეკლესიის მიერ აღიარებულ წმინდანს. ქონდა პატივი მადლობა მეთქვა მაშინდელი სიზმრისა და იმ სიხარულისთვის, რომელიც მისი მონასტრის აღორძინებით მომანიჭა. 2018 წლის 4 ნოემბერს մ-სგან მივიღეთ შემდეგი წერილი. როცა წმინდანთან საუბრობ. დღეს თუ ვინმე გვეტყვის, რომ წმინდანს ესაუბრა რეალურ დროში, მატერიალურ ვითარებასა და მიწიერ განზომილებებში, პასუხად ალბათ მიიღებს დაეჭვებას, ირონიულ კომენტარებს და საუკეთესო შემთხვევაში თანაგრძნობის გამომხატველ რაღაცნაირ ღიმილს, რომელიც ირიბად გონების შეურაცხყოფას გულისხმობს. და მაინც, ერთ წმინდანს ვესაუბრე. მის ენაგში შემხვდა. როლები სრულიად მოულოდნელი იყო. მე დიასახლისი, ის კი სტუმარი. რაოდენ უცნაური და ამასთან რაოდენ ჭეშმარიტია. მისი დღესასწაული იყო 4 ნოემბერი, კვირა. მის მონასტერში სიფსაში ტაძრის დღესასწაული აღესრულებოდა. უამრავ მომლოცველს მოეცვა მისი განწმენდილი სივრცე, წმინდა გიორგი აღსარებლის ბაღი. ყოველ წელს განსაკუთრებით ამ დღეს, როგორც წესი, მომლოცველთათვის ბერის სენაკს აღებენ, რომ მას თაყვანი ისცენ და კურთხევა და ნუგეში მიიღონ. იღუმენია პორფირია მორჩილებად დამავალა, რომ ბერის სენაკში ყოფილიყავი. ეს ღვთისაჩუქრად მივიჩნიე, რამთუ იმ პერიოდში ძალიან მტანჯავდა ტკივილი ზურგის მარცხენა მხარეს და თავს მახვევდა უამრავ გულის სიტყვას, რომლებიც ასე უმოწყალოდ მაძაბუნებდნენ. ჩემი ჯანმრთელობის იმდროინდელმა პერიპეტიებმა ყველაფერი სათუო და სახიფათო გახადა. მუდმივი შიში, დაუსრულებელი მღელვარება მთრგუნავდა. ჩემი შესავადრებელი წმინდა მამა იყო.
დაახლოებით 12 საათი და 30 წუთი იქნებოდა. დიდებული დღესასწაული დასასრულს უახლოვდებოდა. სხვა ხალხიც შეთხელდა. მე კი სენაკის კარს მიყრდნობილი რაღაც გურგლად ვაკვირდებოდი მცირეოდენ დარჩენილ მოწყალების მთხოვნელთ, როცა ჩემს გვერდით შევნიშნე ერთი ახალგაზრდა, 30-35 წლისა, სავარაუდოდ ქართველი, რომელიც მოთმინებით ელოდა თავის რიგს. თავის დაქნევით ზრდილობიანად მომესალმა და მეც მსგავსი ჟესტით ვუპასუხე. მისმა ნათელმა მზერამ გაბრწყინებულმა სახემ, დინჯმა ღიმილმა, სიმშვიდემ და სიკეთემ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როგორი მხიარული ადამიანია, ესოდენ გამორჩეული და განსხვავებული თავისი თანამემამულეებისაგან, ვიფიქრე მე. ვიდრე ასეთ ფიქრებში ვიყავი, გავაცნობიერე, რომ სენაკში მხოლოდ 2 კაცი იყო და მომლოცველს მივმართე. შებრძანდით. თავის დაქნევით თავაზიანი მადლობა გადამიხადა, მეც გავოღიმე. ამის მეტი არაფერი შემინიშნავს. მცირეხნით ყურადღება სხვაგან გადავიტანე. ამ დროს დავინახე, რომ ახალგაზრდა უკუსვლით ბრუნდებოდა და ზურგით დაეჯახა პატარა კარადას, რომელიც ბერის სენაკს ამშვენებდა. კარადის თავზე ბერის ჩაოქრობილი კანდელი და პატარა ხატები იდო. ფრთხილად, შევძახე მე, მაგრამ ვიდრე დავამთავრებდი, კანდელი შეირხა და საკმაო ზეთი დაიქცა. ოჰ, რა გაეწყობა, თქვი მე. დიახ, რა გაეწყობა. იცის დამეთანხმა ბერძნულად, მაგრამ ქართული აქცენტით. თუმცა საერთოდ არ შეშფოთებულა, არც შეცვლინება დასტყობია. შემდეგ მომიახლოვდა და მითხრა: არა უშავს, წმინდანმა ეს ჩემთვის გააკეთა. ზურგზე რაღაც ტკივილები მაქვს. და მარცხენა მხარე მიჩვენა. შემდეგ თითი დაღვრილ ზეთში ჩააწო, რომ შუბლზე ეცხო, თან წასასვლელად ემზადებოდა. მოიცა, რა კი ამდენი დაიღვარა და შენთვისაა, მოიცადე, მოვაგროვებ, ვუთხარი მას. ავიღე ქაღალდი და ზეთის მოწმენდა დავიწყე. მზერა წინ მქონდა მიმართული და მას ვერ ვხედავდი. იგი მომიახლოვდა და მკითხა: რა გქვია შენ? უბრალოდ რომ მახსოვდეს, თუ ვინ მომცა ზეთი. მე ბუნდოვნად ჩავილუღლუღე ჩემი სახელი და ვუპასუხე: ჩემს სახელს რა მნიშვნელობა აქვს? აი წმინდანს გადაუხადე, მადლობა. მოდი, იცხე ზეთი. ვუთხარი და ხელი ხატისკენ გავიშვირე. მან ზეთი ხელის გულზე იცხო, როგორც ნათლობისას აკეთებს მღვდელი. მე კი ზეთით გაჟღენთილი ქაღალდი დიდი კრძალულებით ხელებში ჩავუდე და ვუთხარი: აიინებეთ, თანაც ბლომადაა. მადლობა გადამიხადა და წავიდა. მე კი თავის აწევასაც ვერ ვბედავდი. იმ წუთას თავს რაღაც სხვა გარემოში ვგრძნობდი. ჯერ კიდევ არ მქონდა გაცნობიერებული ის უჩვეულო მოვლენა, რომელიც გადამხდა. მოგვიანებით მორჩილებას დავამთავრე და სახლისკენ გზას გავუდექით. გზად რაღაც განსაკუთრებულმა კეთილსურნელებამ მომიცვა. შევწმუნდი, ვერ გამეგო საიდან იყო. უცებ დავწუნდი, რომ ჩემი მარჯვენა ხელი, რომელიც კანდლის ზეთსა და იმ ახალგაზრდა ვაჟკაცის ხელს შეეხო, რაღაც არაამქვეყნიურ სურნელებას გამოსცემდა. მხოლოდ და მხოლოდ მარჯვენა და არა მარცხენა. და მაშინ, მხოლოდ მაშინ მივხვდი. მოვიდა ჩემთან, რათა ჩემგან შიში განედევნა. მოვიდა ჩემთან, რათა ჩემი გული იმედით აღევსო. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ წმინდა არს, წმინდა გიორგი აღმსარებელი, საკვირველას ღმერთი წმინდათა შორის მისთა. ღირსი მამის სასწაულების დასკვნით ნაწილში მოიყვანთ გერმანიის ქალაქ ბილეფელდელი ქალბატონი აფროდიტის მონათხრობს. ამაღლების წმინდა საონის მიმართ. მინდა ბოდიში მოგიხადოთ პირველ რიგში წმინდა გიორგის და შემდეგ თქვენ, იმის გამო, რომ ღირსი მამის ძვირფასი საჩუქრისათვის, რომელიც გამომიგზავნეთ, სამადლობელი პასუხი დაგიგვიანეთ. ჩემს დას მარიას გული აწუხებს და კარდიოლოგმა ურჩია ოპერაცია გააკეთებინა. ამან ძალიან დამამწუხრა. ავიღე ღირსი მამის ზეთი. ჩემს დას გულზე ვაცხე და ოპერაციაც აღარ დასჭირდა. როცა კვლავ მივედით ექიმთან, გვითხრა: თქვენ რა გააკეთეთ? ოპერაცია აღარ არის საჭირო, ყველაფერი რიგზეა. მადლობ წმინდა გიორგის და თქვენ, რომ მისი წმინდა ზეთი გამოგვიგზავნეთ. დასასრული.